მშვიდობის მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო სასიამოვნო და წარმატებულ დღეს გისურვებ. ბედნიერეს დღეს გისურვებ. ფანტასტიკურად გამოიყურებით შენთან როგორც ყოველთვის. მადლობა. ბედნიერ დღეს გისურვებ შენც ასევე. ნამდვილად დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს. ძალიან საინტერესო დღე გვაქვს. ყოველი დღე განსაკუთრებულია, მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღეა უფრო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ თავიდან ამ სპორტის სახეობის ცოტა მეშინოდა, სიმართლე გითხრა, გულწრფელად. ცოტა ჩემთვის ისეთი იყო რა, აი ცოტა ძალადობრივი რაღაც ეგრე აღვიქვავდი, მაგრამ მე როგორც ხელოვნება ისე აღვიქვი და დავინახე საერთოდ სხვანაირად და ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა ხომ საერთოდ ჭკუიდან გადაგვიყვანეთ მთელი საქართველო. იმდენად შეგვაყვარეს ეს სპორტის სახეობა, რომ ძალიან ახლობელი გახდა ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნიდან უკვე ორი ჩემპიონი გვყავს და მანამდე ხომ არაერთმა გაითქვა სახელი საქართველოდან, მათ შორის ერთ-ერთი სტუმარი იქნება, რომ ცოტა მოგვიანებით დავასახელებ მის სახელგვარს, იზად შემოვინახავ და ძალიან მალე 22 ნოემბერს რაგველის ახლა გააგრძელეს. ძალიან საინტერესო ამბები გველოდა. მოკლედ, მეგობრებო, ახლა ყურადღებით უნდა მოგვისმინოთ და გვიყუროთ, რადგან საოცარი ივენთი გელოდა. ნამდვილად. აქამდე ხომ არაერთი ივენთი ჩაატარა ორგანიზაცია გამა მუშტიკრივში და აგრძელებს ჩატარებას, მაგრამ არ ჩერდებიან და უკვე 4 თვეა, რაც გამა MMA-ის საერთაშორისო შეჯიბრებებს ატარებს და ასევე გამა გრეპლინგს და გამა სამოყვარულო შეჯიბრებებსაც. არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ასწრებენ და ახერხებენ ამ ყველაფერს, მაგრამ ამჯერად 22 ნოემბერს გამა MMA-ის საერთაშორისო შეჯიბრი ტარდება ჩვენთან. სტუმრად არის ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი, აი წეგან რომ თქვი ზემოთ ვახსენებ მეთქი, მრავალგზის ჩემპიონი და MMA-ის მებრძოლი გიგა ყუხალაშვილი, ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდით. ასევე ივენთის მენეჯერი მინდა წარვადგინო. სოლის მებრძოლი ზურაბ ირცხელიანი, მობრძანდით ბატონო. და MMA-ის მებრძოლი, ასევე ნიკოლოზ კურტანიძე ორგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში და ზურაბ გადელია ორგანიზატორი. მობრძანდით. მოგესალმებით, მიხარია რომ სტუმრობთ. ბევრი სიახლე, დაბრძანდით, ბევრი სიახლე გვაქვს, როგორც ვიცით. გულშემატკივრობთ, გიყურებთ ძალიან ხშირად დაბრძანებით. და ძალიან ბევრ წარმატებებს გისურვებთ პირველ რიგში. მადლობა. ხშირად ვიზაბები ხოლმე, აი ეს შეტკინებები რო არის, ანონსი რო კეთდება ხოლმე, რა აფიცა თუ რაც ეძახით ხოლმე, მაგ ხო, აი ეგ არის ჩემთვის ცოტა ძალიან ისე დაძაბული. შეგვიძლია გადაცემის მიწურულს მოვაწყოთ. თქვენ მოვაწყოთ. მე თავიდან ასე უყურებდი ამ სპორტს, მაგრამ ტივში დავიწყე ახლა მომზადება და ძალიან მაგარი სპორტია, მართლა საოცარი და ბევრ წარმატებებს გისურვებთ და გიყურებთ დიდი სიამოვნებით. ფიზიკური დატვირთვასთან ერთად მენტალურად რამდენად დამშვიდებული ხართ რა თქმა უნდა, დისციპლინას გიყალიბებთ პირველ რიგში, თვით კონტროლს, არაჩვეულებრივი სპორტია მართლა და MMA წარმომიდგენია კიდევ უფრო რა იქნება. ბევრად უფრო მრავალფეროვანი. დიახ. ბევრად. მოგეთ იმას ვიტყვი რომ მადლობას გიხდით მადლობა თქვენ. კარგი ხანია თქვენთან არ ყოფილი ვარ. მადლობას ეს წარდგენისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. როგორც აღნიშნე 4 ივენტს ვასწრებთ თვის განმავლობაში და ნამდვილად რთულია. როგორ ასწრებენო მეც არ მაქვს პასუხი მაგაზე როგორ ვასწრებთ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში სურვილი გაქვთ, ენთუზიაზმი გაქვთ და ჯგუფი ხართ თქვენ თვითონ ვინც შეიკარით იქ რაღაცა ფანტასტიკური ადამიანები. ყველას გვიყვარს ეს საქმე და ალბათ მაგიტომაც ესე აქტიურად გამოგვდის და ხარისხსაც ისევ ამის. ანუ თქვენ დაიწყეთ მუშტიკრივით, ხო? და გადახვედით შემდეგ MMA-ზე. ჯერ დავიწყეთ მუშტიკრივი, მერე დავამატეთ გრეპლინგი, მერე დავამატეთ სამოყვარულო შეჯიბრი, სადაც 18 წლამდელი მოზარდები და ბავშვები იღებენ მონაწილეობას. ეს მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობა იყოს უშუალოდ სპორტში ჩართული და ჩვენი მთავარი ესე ვთქვათ мотивация ეგ იყო, რომ ახალგაზრდები ჩაგვერთვა სპორტში და ახლა უკვე MMA-ს დავამატეთ და ასე ვთქვათ, აი ეს საბრძოლო სახეობა სრულად შევკარით. ძალიან კარგი. რატომ იყო მუშტიკრივით და დასაწყისი მუშტიკრივით? მე და გიორგი დღეს ჩვენთან არ არის, თუმცა მე და კი იცით, გიორგი გოჩელეიშვილი, რომ დავიწყეთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი, ესე ვთქვათ, მიზანი ის იყო, რომ უშუალოდ მუშტიკრივშიც გაეცნოთ ქართველები როგორები ვართ, იმიტომ რომ ოდითგანვე ისტორიულად ძლიერები ვიყავით ქართველები მუშტიკრივში და დღესდღეობით ისეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა, უკვე იცვლება ეს ტენდენცია, მაგრამ ისეთი ტენდენცია იყო ჩამოყალიბებული, რომ აი ქართველების არის ჭიდაობა და სხვა საბრძოლო სპორტის სახეობაში არ მოგვიაზრებდნენ, მაგრამ
ვფიქრობ, რომ აი ილია ახსენე, მერაბი ახსენე, კიდე ალექსანდრე ტროფურია იბრძვის ახლა რამდენიმე დღეში დავამტკიცეთ და დაამტკიცეს ბიჭებმა, რომ ჩვენ ყველაფერში მაგრებია. რა თქმა უნდა. სხვათა შორის ძალიან ბევრი არასპორტსმენი მოვიდა მუშტიკრივში და დაამტკიცა, რომ ყველაფერში შეგვიძლია ვიყოთ ქართველებს ნიჭიერები. კი, ეს ერთ-ერთი ის პოპულარიზაციის ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ არა მხოლოდ პროფესიონალი სპორტსმენებისთვის ყოფილიყო ეს ორგანიზაცია, არამედ ყველასთვის, ვისაც უნდა და თავის ძალების გამოცდა და ვისაც ძალა ერჩოდა და არ იცოდა სად წაეღო. და ცუდ საქმეში თავის ძალას ხარჯავდა, ჩვენ შევთავაზეთ პლატფორმა, სადაც შეუძლია არა მხოლოდ იბრძოლოს, არამედ ჩვენ ვაძლევთ საშუალებას და დარბაზებს ვთავაზებთ, რომ მოემზადოს, გაიაროს ფიზიკური, მენტალური მომზადება და უკვე ამის შემდეგ რაღაც გარკვეული პერიოდის მერე ეძლევა ამის საშუალება, რომ ჩამოყალიბდეს ნამდვილ სპორტსმენად და ის ძალა, ნეგატიური ენერგია და ეს ნეგატივი მიმართოს კონკრეტულ მიზანს, რომელიც მებრძოლების ჩართულობიდანაც გამომდინარე, ისევ პოპულარიზაციას ეხმარება. შენ დროს რომ ყოფილიყო მუშტიკრივი? აუცილებლად კითხვაც არ დამოწმე. აუცილებლად. დაახლოებით რა დრო ჭირდებათ ხოლმე? დაახლოებით რა დრო ჭირდებათ ხოლმე საშუალოდ რომ გავიდნენ პირდაპირ და იჩხუბონ პროფესიონალურად მომზადების. ეს ინდივიდუალურია. ინდივიდუალურია, ვინ როგორ აითვისებს, ახლა თქვენ ახსენეთ, რომ კრივზე დადიხართ და ჯერ ახალი ვარ ამ ჯერ ახალი ხართ, ბატონო, მაგრამ შეამჩნევდით, რომ უფრო ინდივიდუალურია, ვინ როგორ აითვისებს ამას, ვის რა მიდრეკილება აქვს. ახლა ზოგს უჭირს ათვისება, მაგრამ ზოგი არის, რომ რაღაც ერთ თვეში თქვენ ახლა ორ თვეში უკვე მარტივად ახერხებს ამ ყველაფრის დაუფლებას და გადალახვას ხო ამ ყველაფრის გასაკეთებ. როგორ მოვიდა MMA? MMA როგორ მოვიდა და მე მთელი ცხოვრება MMA-ის მებრძოლი ვიყავი და ყოველთვის მქონდა მიზნად მუშტიკრივს რო ვიწყებდით, მაშინაც ვიცოდით, რომ ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ MMA-ს, უბრალოდ ამას დრო სჭირდება, ბევრი რესურსი სჭირდება, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური და დროის ამბავი იყო უბრალოდ რომ აქამდე მივსულიყავით. თორემ იცოდით სულ რომ აუცილებლად ვიცოდით და ეხლაც ვიცი მომავალში რა იქნება. თავისთავად უფრო მეტი და მეტი დაიხვეწება კიდე. რა თქმა უნდა, ეს მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ჩვენი ორგანიზაცია არის ერთადერთი, რომელიც ამ 4 სახეობას ერთ პროექტად აერთიანებს და თითქმის არა ყოველ შაბათს ღონისძიებები გვაქვს და ყოველ თვე ჩავარდნის გარეშე. ამიტომ ახალგაზრდებს, პროფესიონალ მებრძოლებს, როგორც თქვენ ახსენეთ, აი ქუჩიდან მოსვლა არაპროფესიონალ მებრძოლებს ყოველთვის აქვს იმის საშუალება, რომ განვითარდეს და რაღაც თავის მიზნებს მიაღწიოს. ძალიან კარგი. ახლა არ შემიძლია არ კითხოთ, ზურამ, თავარი ბრძოლა არის თქვენი. როგორი შეგრძნებაა? თავარი ბრძოლა არაერთხელ მიჩხუბია უკვე. ხშირია ვიცით, დიახ, მაგრამ აი ახლა რა შეგრძნება? დიახ, და შეგრძნება მეტი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, თავბრძოლაში. მეტად ირჯები იმის გამო, რომ ანუ შენი ქვეყანა სახელო პირველ რიგში, მე ეგრე ვთვლი, რომ როცა რინგზე გავდივარ ვასახელო საქართველოს, მით უმეტეს, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ხვდები და ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტორია, რომ შენი გულშემატკივარი გაახარო, შენი თავი გააბედნიერო იმ ბრძოლით, რაც შეგიძლია შენი თავის მაქსიმალური გააკეთო იმ მომენტში და რა თქმა უნდა გაიმარჯვო, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჯგუფში. ჩვენ გულშემატკივრობთ ყველას ნამდვილად. მადლობა. მეტოქეზე რას ფიქრობ? სტილი თუ გაქვს შერჩეული ჩხუბის? კი, მეტოქეს რაც შეეხება გავიარე როგორც იმისი შეცდომები, ასევე დადებითი მხარეები, ყველაფერი გავიარე ჩემ ტრენერებთან ერთად, ჩემ გუნდთან ერთად და ვემზადებით იმისთვის, რაზეც მეტოქეს არ აქვს ისეთი გამოცდილება, როგორიც მე მაქვს და ვცდილობთ, რომ აი იმ ფაქტორებით და იმ ძალებით შევუტიოთ მეტოქეს, რაშიც მე ვარ ძლიერი და ჩემი მეტოქეს უსწრია. რა არის ძლიერი მხარე ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად თქვენი? ჩემი ძლიერი მხარე არის ის, რომ ბრძოლაში მარტივად ადაპტირებადი ვარ, როგორც სტრაიკინგში და უხეშად რო ვთქვა, აი ჩეხაობას რო ეძახიან, შემიძლია
ნებისმიერ მეტოქეს ალყვა მაგაშიც და ასევე შემიძლია ჭიდაობის დროსაც საკმაოდ მარტივად გამოვძრე ძალიან რთული სიტუაციები. მე ვიტყვი თუ შეიძლება ზურაბ ზერთებთ ამ პირიქით გამიხარდება. აი საბრძოლო მებრძოლის ხასიათი უდრეკია, არასდროს არ ტყდება და ყოველთვის წინ მიიწევს, ყოველთვის აქვს ის მიზანი, რომ გამარჯვება მოიპოვოს და ეს მებრძოლისთვის გადამწყვეტი არის რეალურად შეიძლება ხასიათის გეხმარება. უდრეკი ხასიათი. კი, უდრეკია ისევე როგორც ნიკოლოზიც უდრეკია აბსოლუტურად და მებრძოლისთვის ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ ხასიათი არ გაქვს შესაბამისი, რასაც უდრეკ ხასიათად შეიძლება მოიხსენიოთ, რაც უდრეკ ხასიათად შეიძლება მოიხსენიოთ, ყველაფერი შეიცოდნა შეიძლება იქვე წყალში ჩაიყაროს. გასაგები. ბრძანი. გამა გრეპლინგზე მინდა კითხოთ, ანუ რა არის რომ აუხსნათ მაყურებელსაც გრეპლინგი? ხო, გრეპლინგი ცოტა სპეციფიური სპორტის სახეობა, თავის სპეციფიური მაყურებელი ყავს, არ არის ამ ეტაპისთვის იმდენად ცნობილი როგორც MMA, თუმცა ეს არის MMA-ის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გარშეც წარმოუდგენელია MMA-ში იბრძოლო. ჩვენ ადრე დაახლოებით 1 წლის წინ მქონდა MMA-ის შეჯიბრებები, მე გარკვეული პაუზა ავიღეთ. იძულებით, თუმცა ეხლა დავიწყეთ ისევ MMA-ის გრეპლინგის შეჯიბრებების განახლება, სადაც საქართველოში არსებულ კლუბებს ვახვედრებთ ერთმანეთს. 5-5-ზე არის დაპირისპირება და საკმაოდ მოკლე პერიოდში აი ამ ფორმატმა კონკრეტულად კარგი პოპულარობა მოიპოვა და ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ და მჩერა, რომ კიდევ უფრო პოპულარული გახდება და უფრო მეტი გუნდი ჩაერთვება ამ საქმეში. რამდენად არის დაინტერესება ამ შემთხვევაში გრეპლინგის? არის დაინტერესება, რადგანაც MMA-ის სიახლეა აღნიშნეთ. აი ცალკე როგორც აი ცალკეული გარკვეულწილად მასიური მაყურებლისთვის სიახლეა, თუმცა MMA-ის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, როგორც აღნიშნე და აუცილებელია MMA-ის მებრძოლი. აუცილებელია, კი, სხვანაირად არ გამოვა. რატო? რატომ არის აუცილებელი? MMA-ის მებრძოლისთვის გრეპლინგი ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ჩაგიყვანენ პარტერში და დაგახჩო. ან ხელს მოგტეხავენ, ან ხელს მოგტეხავენ. თუ არ იცი როგორ უნდა იბრძოლო გრეპლინგში, მაშინ აი ეს შედეგი დადგება აუცილებლად და მაგიტომაც არის აუცილებელი. გასაგებია. მაგას განვარცხო. MMA-ის ნაწილში ზოგადად ესე იყო, რომ თავიდან MMA-ის შექმნის არსი ის იყო, რომ აი ყოველთვის არსებობს კონფლიქტი პირობითად კრივის მებრძოლსა და გრეპლერს შორის, რომ აი ჩვენ რო ერთმანეთში ვიბრძოლოთ, მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში უკეთესი ხარ და მე პარტერში, აი მე დაგამარცხებ და აი ამ კითხვაზე საპასუხოდ შეიქმნა ზოგადად MMA და ეს სპორტი თავიდანვე მაგ ტენდენციით წავიდა, რომ ვინ მოახვევდა თავის საბრძოლო გეგმას მეტოქეს. საბოლოოდ ეს ყველაფერი ისე დაიხვეწა, რომ დღეს მებრძოლები ყავს თუნდაც ილია თოფურია, ისეთი რომელსაც დგომშიც იგივე დონით შეუძლია ბრძოლა როგორც პარტერში, თუმცა უკვე აუცილებლობაა ის, რომ შენ ორივე ნაწილში ძლიერი უნდა იყოს, თუ არ იქნები ეს სხვაობა დონეებს შორის განმაპირობებელია პირდაპირ მარცხის. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს. და ისე პრაქტიკაში როგორ არის, რომელი უფრო ჯობს ამ აი შემთხვევაში? ხო, ეგ კითხვა ისეთია. საინტერესო კითხვა. აქტუალური ყველაზე. ეგ კითხვა არის პასუხგაუცემელი კითხვა, რომელზეც ესე ხო, დღემდე. დღევანდელი MMA-ის ტენდენციებს თუ მიყვებით, ტოპ 5 MMA-ის დღევანდელი მონაცემებით მებრძოლიდან 5 პოზიციონირებს უფრო ჭიდაობაში და პარტერში. შესაბამისად, ამ წუთის მონაცემებით უფრო ალბათ ჭიდაობა უფრო დომინანტია გამარჯვებისთვის. თუმცა იყო დრო, როცა სტრაიკერები ამარცხებდნენ მოჭიდავებს. ეს რაღაცა მზარდი ტენდენცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში იცვლება ხოლმე. ეს დვალიშვილი უფრო ჭიდაობს, ხო? დვალიშვილი უფრო ჭიდაობს. გასაგებია. თქვენი როლი გამაში ბატონო ზურაბ შემთხვევაში იქნება თქვენი ნაწილის გაგვაცნოთ. ჩემი ნაწილი ოფიციალური ჩემი სტატუსი არის matchmaker. Matchmaker-ი არის ადამიანი, რომელიც ირჩევს მოწინააღმდეგეებს, ქმნის ბრძოლებს, თუმცა ამ ყველაფერში არის ბევრი დეტალი. შენ უნდა გაითვალისწინო. რეჟისორი ხართ ერთგვარ. ხო, სცენარისტი. სცენარისტი. კი ბატონო, უფრო ამიტომ მიწევს ყველაფრის გათვალისწინება, თუნდაც ის აი პირობითად სხვაობა არ იყოს ამ მებრძოლებს შორის, როგორც გრეპლინგში, სტრაიკინგში. თავარი მიზანი გამასიც არის ის, რომ არ იყოს რაღაც ცალმხრივი ბრძოლა, სადაც ერთი მხარე დომინანტი იქნება. ჩვენ ზოგადად კარგი ბრძოლა იქნება მაშინ, როდესაც თანაბარია. და ამქიდან გამომდინარე, ჩემი როლი არის შევარჩიო მებრძოლები, რომელიც თანაბარ კონკურენციას გაუწევენ, ასევე მაღალი დონის მებრძოლები ვიპოვო და ამასთან ერთად ახლა UFC-ის ფორმულამ გვანახა, რომ MMA-ის წარმატებისთვის საჭიროა რაღაც სცენარი. უნდა არსებობდეს რაღაცა ისტორიები, უნდა არსებობდეს რაღაცა ამბიციები და ამის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი საინტერესო, ამიტომ
ეს ყველაფერი არის ფაქტორი, რასაც მე ვითვალისწინებ. როგორც კონორმა დადგა. როგორც კონორმა სპორტში გარდატეხა შეიტანა და სწორედ ესეთი გარდატეხები ჭირდება ზოგადად სპორტს იმისთვის, რომ ესე წინ გავარდეს. ნამდვილად. ნიკოლოზ, თქვენ შემთხვევაში კიკბოქსის ორგზის ჩემპიონი ბრძანდებით. როგორ მოხდა პირველ რიგში ეს ყველაფერი, რომ გაგვიზიაროთ და ემოციები რომ მოიტანოთ დღეს ჩვენთან. ნუ ემოციებსაც შეეხება. თავიდან ზოგადად არ ვიყავი კიკბოქსიორი, მეც კრივი დავიწყე. პატარა ასაკში 4 წლის ვიყავი. ნახეთ რა გაგმოვალი თაკო. კი, UFC-ში მიხილავთ. იმედია. მე გადიშოთ. კრივი დავიწყე 4 წლის ასაკში. და პარალელურად ცოტა ფეხის დარტყმას სწავლობდი, უფრო იმიტომ სწავლობდი, რომ მიყვარდა ახლა კინოები, ყველა უყურებდით კინოებს. ჯეკი ჩანი, ბრუს ლი, ვან დამი რო ჩხუბობდა კიდე კინბოქსიორი და ის ფეხის ნება იყო. კი, მინდოდა რომ ფეხის დარტყმა სწავლა, მაგრამ მაინც უფრო კრივში ვიყავი დიდი ხანი. საკმაოდ პატარაობიდან მე მოგვიწია წასვლა საზღვარგარეთ, ჩამოვიდი, გავაგრძელე ისე კრივი და ბოლოს გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად, სადაც უკვე დავკავდი ტაილანდური კრივით და არა კინბოქსინგით. და რა სხვაობაა ჩვეულებრივისა და ტაილანდურ კრივს შორის? კინბოქსინგში არის დარტყმები როგორც ფეხებით, ასევე ხელებით და შეიძლება მარტო ერთხელ დაარტყა მუხლი, მაგრამ ტაილანდურ კრივს შეგიძლია დაარტყა იდაყვი, მუხლი დაიჭირო ადამიანი და რამდენი ხანის გინდა უტყა, დიდი ალბათობით სანამ არ დაეცემა ან არ გავა რაღაც გარკვეული დრო როცა არაფერი არ ხდება გაგაშველებენ. მაგრამ არის კიდე ფორმატი K1, სადაც არის დამატებული მუხლის დარტყმა ერთი, უფრო ეგრე ვთქვათ, ლამაზი ეფექტურია, ზოგადად როგორც ასეთი სიტყვა კიკბოქსინგში ახლა არ შეიძლება ფეხებში დარტყმა. შეიძლება ნანახი ქონდეთ, შარლები აცვიათ ხოლმე და იქ არ ურტყავენ ფეხში ფეხს. ხო და არც მინდოდა სიმართლე რო გითხრათ თავიდან რო გადმოვედი აქეთ ჩვენთან უბანში, სადაც ვიყავი, ტაეკვანდო არის ეგეთი სპორტი, სადაც ასევე შავი თამარი მაქვს აღებული და რო შევხედი არ მიმიზიდავდა ტაეკვანდო, მაგრამ მეთქი სხვა სპორტი არ არის, მივალ მეთქი და გამიმართლა რომ ტაეკვანდო არ ყოფილა და თურმე ტაილანდური კრივი იყო დაწყებული. და მე უკვე ფეხის დარტყმა დავიწყე, მან თავიდან რა თქმა უნდა დომინანტური ჩემი იყო ხელი, მაგრამ ახლა ისე მოხდა ყველაფერი, რომ ბოლოს უკვე რკინის ფეხს მეძახიან, იმიტომ რომ ძირითადი ჩემი თავარი იარაღი ფეხი გახდა. ესე იგი მოწინააღმდეგე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს თქო. ძალიან. ერთი სამი სახეობა აგერ უკვე ჩამოთვალეთ და. კი. რას ფიქრობთ მოწინააღმდეგეზე და როგორ ემზადებით ამ ბრძოლისთვის? უკვე შესწავლილი მაქვს, მოწინააღმდეგე დაახლოებით უკვე 2 კვირაა, რაც ვიცი, შეიძლება ცოტა მეტიც, ხო? რადგან ჩემი მაჩმეიკერი აგერაზის. ცოტა მეტი 3 კვირა ვიცი. 3 კვირა. შევისწავლეთ ყველა ასპექტი, რაშიც არის ძლიერი და იმას ვიტყვი, რომ ძალიან სანახაობრივი ბრძოლა იქნება, ძალიან ლამაზი და სისხლიანი ბრძოლა იქნება, რადგან ისიც სტრაიკერია, ისიც დგომში ჩხუბობს და მეც დგომში ვჩხუბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ 90% იმით დავამარცხებთ, რომ ჯერიგერთი ჩვენთან ტარდება საქართველოში და მე როცა საქართველოში ვირწვი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი мотиваციაა და მე ბევრად მე ძალას მაძლევს, რა თქმა უნდა. და ასევე სტილისტიკურად მე უფრო ჩემ თავში ვარ დარწმუნებული, რადგან ასევე ვთქვი, ფეხს გავარტყო და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაჯერებულობა რეალურად. ზურა, თქვენი სამომავლო გეგმები. ფიქრობთ სამომავლოდ UFC-ში წასვლას და ბოლომდე ბრძოლას? რა არის თქვენი გეგმები? პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ MMA-ის მებრძოლი, ყველა MMA-ის მებრძოლი, რომელიც პროფესიონალურად იბრძვის, ყველას გეგმა არის, რომ მოხვდეს UFC-ში. UFC ან არაფერი, ანუ UFC ან არაფერი, ხო? ყველა ვიწყებთ ეგრე, რომ ვიწყებთ ორგანიზაციებიდან, სადაც შეგვიძლია იმ მომენტში ჩხუბი და შემდეგ თავარი მიზანი და მიზნის ბოლო არის UFC და UFC-ის ჩემპიონობა ყველა MMA-ის მებრძოლისთვის, რა თქმა უნდა და დიდი სურვილია ჩემიც რომ მოვხვდე UFC-ში და ვიჩხუბო UFC-ში, რა თქმა უნდა, მაგას წყალი არ გაუვა ესეთი ეს იყო წარმატება თქვენ. გაიხარეთ მაგრამ რა შრომასთან არის ეს დაკავშირებული? აი, გიგა დავიწყოთ თქვენგან. რა არის? აი, იყო მებრძოლი. როგორი უნდა იყო? აი, მეც მინდოდა ბავშვობაში ყოფილიყავი ვანდამი, არ მებრძოლი, მაგრამ ფაქტია რომ არ გამოვედი. რას უნდა შევეჭიდოთ? როგორ უნდა ვიცხოვროთ? როგორ უნდა იყოს სტარტი? პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ვაჯობოთ, მებრძოლი რო ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენ ხა როგორც ყველა ადამიანს მრავალი სურვილი გვაქვს, რაღაცა გართობა იქნება, გვიანდაძინება იქნება, ყველაფერი საჭმელის ჭამა, ნამცხრების იმების, ამების, მაგრამ საკუთარ თავს უნდა ვაჯობოთ პირველ რიგში, რომ გარკვეულ რაღაცებზე ვარი ვთქვათ და შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ერთი მიზნისთვის 1000 სურვილზე უნდა თქვა ვარ. მაგრამ ეს მიზანი ჩვენთვის იმდენად ძვირფასი უნდა იყოს და ისეთი მტკიცე უნდა იყოს ამაში, რომ
აი ამ ყველაფერზე ვარი უნდა თქვა და რა თქმა უნდა დაუღალავად უნდა იშრომა. და არაფერი არ გამოვა მოთმინების გარეშე, იმიტომ რომ დღეს ხვალ რო რაღაცა გინდა, მასე არ ხდება სამწუხაროდ ჩვენ ცხოვრებაში. თუ საბედნიეროდ არ ვიცი, ჯერ ვერ მივედი მაგამდე სამწუხაროდ საბედნიეროდ. ალბათ საბედნიეროდ. ხო, რადგანაც მე ფას უფრო გაიქცა. ხო. ამიტომ მოთმინება არის ყველაფერისთვის საჭირო, მიზნის მისაღწევად, შრომა, დაუღალავი, წარმოუდგენელი იყო მებრძოლი მხოლოდ იმ პერიოდში, როცა შენ დარბაზში ხარ. და დარბაზიდან გახვიდე და ჩაულებრივად სხვა რაღაცებით დაკავდე ეგ მებრძოლობა არის. მებრძოლი პირველ რიგში შინაგანად უნდა იყო, ფილოსოფია უნდა ქონდეს მებრძოლის, რომელიც ამ ყველაფერში დაგეხმარება და ისევ და ისევ შრომა და მოთმინების უნდა. ეს აუცილებელია. თქვენს მე ვიტყოდი რომ ზოგადად როგორც გიგამ აღნიშნა ასევე კიდევ მებრძოლი მე ვთვლი რომ განსხვავება ის არის კიდე ეგრევე ვიტყვი ჩვეულებრივი ადამიანისგან პირველ რიგში დისციპლინა მართლაც იმიტომ რომ მებრძოლი არ არის მხოლოდ ის ადამიანი რომელიც რინგში იბრძვის და დარბაზში სპარინგობს ერთგვარ ვარჯიშებს ატარებს მებრძოლი არის ეს ადამიანი რომელიც ყოველ დღე საკუთარ თავს ებრძვის ყველაზე დიდი მაგალითი რომელიც შემიძლია ვიღო წონის კლება როცა გვიწევს მებრძოლეებს ეს არის ყველაზე რთული პერიოდი რთულია ხო? კი აი რინგზე შესვლა სიმართლე რო გითხრათ არაფერი არ არის იმიტომ რომ ეს საქმე გვიყვარს ჩვენ იქამდე ესე იგი რთული კი აი იქამდე სანამ შეხვალ ეს არის რთული იმიტომ რომ მართლაც ყოველ დღე საკუთარ თავთან გიწევს ბრძოლა გინდა ტორტი ჭამო გინდა ცოტა შაქარი მიიღო გვიყვარს ჩვენ ყველას გვიყვარს კი ყველას გვიყვარს ანუ დარღვევები თქვენს გაქვთ ხოლმე ხო? დარღვევები რა თქმა უნდა გვაქვს მაგრამ ზუსტად ის არის რომ როცა ამას უყურებ წინ გიდევს და აღარ შეეხები არ შეჭამ ამას და საკუთარ თავთან იბრძვი ასევე ყოველდღიურად რომ უნდა დგებ თქვათ იცი რომ ყველაფერი გტკივა აღარ გინდა მოგბეს და არის ეგეთი მომენტი და არავინ არ ათქვას რომ არ არის იმიტომ რომ ყველა მებრძოლის ცხოვრებაში დგება ის მომენტი როცა მას დილით აი ადგება და არ უნდა ვარჯიშზე წასვლა აღარ მინდა დავიღალე მინდა დავისვენო მაგრამ არა თავი მე გადალახო უნდა ადგე უნდა წახვიდე და მთელი გული დატოვო დარბაზში ძალიან დიდი ბაზურა აი სპორტსმენებისთვის ზოგადად ყველაზე რთული ფაქტორი და ყველაზე ისეთი რაც არის გიგამაც თქვა, ნიკამაც თქვა, რომ არის წონის კლების ფაქტორი, მომზადების პერიოდი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ურთულესი. თორე სხვა დანარჩენი ის 15 წუთი რინგზე ჩვენთვის სიამოვნებაა და მეტი არაფერი. ცხოვრებაში ერთადერთი ის არის, რომ განსხვავდებით ადამიანებისგან ბევრი ლაპარაკით პირველ რიგში ეგრე გვეტყობა კიდევაც რომ ბევრს არ ვლაპარაკობთ უფრო შვიდებივად რადგან ნეგატიური ენერგია რომელიც გვაქვს და გროვდება ცხოვრებაში დარბაზში ვარჯიშის დროს და რინგზე რაღაც ამ ყველაფერს face to face-ზე ოდნავ კიდე გამოუშვებთ რომ ცოტა აგრესია უვაგრძნობია ჩვენ მოწინააღმდეგე პირველ რიგში მინდა რომ ყველას ძალიან ბევრი ნამდვილად უერთდებიან წარმატების რომ გაგვანდოთ გიგას სამომავლო გეგმები რას უნდა ველოდეთ ეგ ამ MMA-ში და საერთაშორისო ასპარეზეს თუ აპირებთ გასვლას საერთაშორისო შეჯიბრებს ვატარებთ უკვე კი საერთაშორისო პირველი ივენთთან საერთაშორისო თუმცა უახლოესი გეგმები ჩვენი ის არის რომ საზღვარგარეთ შევძლოთ შეჯიბრებების ჩატარება და ძალიან მინდა რომ უფრო მოუხშიროთ შეჯიბრებების რაოდენობას ხა თვეში ერთხელ ვატარებთ შეიძლება 2 ან 3 ხო 2 მინდა ძალიან და მე რაც მინდა ხოლმე იმას ყოველთვის ვაკეთებ და დარწმუნებული ვარ რომ ასეც მოხდება ჩვენს დარწმუნებულები ვართ რომ თვეში 2-ს ვიხილავთ აუცილებლად და უკვე ჯამში თვეში 5 შეჯიბრი გამოგვიყვება კი ბატონო ძალიან კარგი მოკლედ ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ მებრძოლეს პირველ რიგში რა თქმა უნდა გამას თავისთავად და გელოდებით UFC-ში თქვენ ახლა თქვენს რა თქმა უნდა ყველა მებრძოლს ვისთვისაც არის მიზანი თვითმიზანი UFC-ში ბრძოლა მოკლედ ახლა არ ვაკეთებ გავაკეთოთ კი ბატონო აი შენთან მე და სათვალე მოიხსენი უბრალოდ თვალებში უნდა ჩაქრება თორე სხვანაირად face-to-face არ გამოვა მე დავდგები გაგაშველებს თუ რა არა ნუ თუ გინდა ხელები გაამზადე როგორც არაფერი არ გონესება რეალურად მოხდება ნაბიჯი გაკეთებთან ერთი სამი ყველაფერი კარგად არის თუ რაღაც საახორო ნაბიჯი ნაბიჯსაც აჰა უკან აჰა ჩემი მოიწე აჰა თოთ მიდი ანრი მიდი
რეკლამა